დუშეთში მკვლელობა მოხდა 72 წლის პენსიონერი 38 წლის კაცმა მოკლა. მოტივად ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება სახელდება. ბრალდებული პენსიონერს ფიზიკურად გაუსწორდა მიყენებული დაზიანებების შედეგად კი ის ადგილზევე დაიღუპა. დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის წარსულში სხვა დანაშაულისთვისაც ანასამართლევი. ირანში კიდევ 3554 სამიზნეა გასანადგურებელი, აცხადებს ტრამპი. მისივე თქმით, ირანელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შეთანხმებას ითხოვენ. მათ უნდა გახსნან ტრამპის გულისხმობ ჰორმუზის სრუტე, ამბობს ის და ხსნის, რომ იურიდიული მიზეზების გამო ირანში განვითარებულ პროცესებს არა ომს, არამედ სამხედრო კონფლიქტს უწოდებს. იემენელი ჰუთები ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩაერთნენ და ქალაქ ბერშევაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს. თავდასხმა რკინის გუმბათმა მოიგერია. ცენტრალურ ისრაელზე ირანის თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ისრაელმა კი ღამით ბეირუთს შეუტია. ლიკვიდირებულია ჰეზბოლას საკომუნიკაციო ქვედანაყოფის 2 მაღალჩინოსანი. რუსეთი ბენზინის ექსპორტს სრულად გრძალავს. კრემლის მედიის ცნობით აკრძალვა 1 აპრილიდან 31 ივლისამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება შიდა ბაზრის ფასების ზრდისა და საწვავის დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს. უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ლენინგრადის ოლქში უსტ-ლუგას პორტის ნავმისადგომი მთლიანად დაიწვა. ვრცელდება თანამგზავრული ფოტომასალა, სადაც კარგად ჩანს განადგურებული ინფრასტრუქტურა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ნავთობტერმინალი უკრაინული დრონებით გუშინ დაიბომბა.